გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ერთ საინტერესო დეტალზე მინდა გესაუბროთ, რომელიც პოლიტიკაში ვიცი, რეალურ პოლიტიკაში ეს ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მაგრამ ჯორჯიულ პოლიტიკაში ცოტა სხვანაირად გამოიყურება ეგ ყველაფერი და რა გითხრათ, ეს კოცები საერთოდ ისეთი ბიომასას წარმოადგენენ, ისეთი პოლიტიკურ ბიომასას წარმოადგენენ, რომ სამ თავზე არ ჩამოიქცევათ რაღაცა, მანამდე ვერ ფიქრობენ და ქვეყანას კიდე სხვანაირად ეხება ეს ყველაფერი და შეიძლება ქვეყნის ბედზე სხვანაირი გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერმა. კონკრეტულად დღეს მინდა გესაუბროთ ერთ საკითხზე, რომელსაც ქვია ბელორუსიის არჩევნები. არჩევნები ბელარუსიაში ჩატარდა. ეს ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, ვინმესთვის მისაღებია თუ არა მისაღები მისი ქვეყნის გარეთ. ამ ქვეყნის მოსახლეობის 86%-მა, ყოველ შემთხვევაში ამომრჩევლების 86%-მა მე-7-ჯერ აირჩია ლუკაშენკო პრეზიდენტად და რა თქმა უნდა, ახლა დასავლეთი შეშფოთებულია ტრადიციულად, იმიტომ რომ იქ ზელენსკისნაირი მისი შნირი ვერ დასვეს ვერავინ. ქალები ყავდათ განსაკუთრებით, ხო გახსოვთ ის 3 ქალი რო ყავდათ რაც არაბუნებრივი ქმნილებები, რომლებიც ერთ კვირაში დააქცევდნენ ქვეყანას. ხო და თავისი შნირები სადაც არ უზიან დასავლეთიდან, ის არ მოწონთ დასავლეთში ტრადიციულად. ამ საკითხთან დაკავშირებით კოცებსაც ეხებათ ეს ყველაფერი. ახლა თქვენ ლუკაშენკომდე საერთოდ ბევრი გიკლიათ. ივანიშვილის და ლუკაშენკოს შედარება ისე არ შეიძლება, როგორც საქართველოს ისტორიაში ზაქი ჭამიას და დავით აღმაშენებლის ერთმანეთთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიტუაცია ერთი და იგივეა. არც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებენ დასავლეთში, არც ბელორუსიაში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებენ დასავლეთში, არც ერთის მთავრობა მოწონთ, არც მეორეს მთავრობა მოწონთ. დასავლეთი თავის ინტერესებს ძალიან კარგად ატარებს თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც და იქ ხალხის არჩევანს არავინ არ ცემს პატივს, აგერა რუმინეთი სულ რამოდენიმე თვის, კი არა, რამოდენიმე კვირის წინათ მომხდარი მოვლენები, სადაც რუმინელებმა აირჩიეს ის, ვინც უნდოდათ, მაგრამ გადაუწყვიტეს იქეთ, რომ თურმე რუმინეთის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ის, ვინც ბრიუსელში არ მოწონთ და უპრობლემოდ გაიტანეს თავისი. არ მოწონთ ასევე სლოვაკეთში ფიცოს მმართველობა და ერთი ცივილკივილი არის ბრატისლავაში იქაც. არ მოწონთ ასევე სერბეთში ვუჩიჩის მმართველობა და იქაც დემოკრატიას ძალიან უჭირს, სხვათა შორის ეს ჩვენი ძუკნა პრეზიდენტი ნაპრეზიდენტალი, თუმცა ზოგიერთისთვის ახლაც პრეზიდენტი აგერა გამოხდა და თავისუფალი ხალხიო არ ემორჩილებაო რუსულ მთავრობებს, ეს საქართველოშიო, სერბეთში და სლოვაკეთშიო და მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული deep state-ი, გლობალური ომის პარტია, რომელზეც თუ მითიურად დაიწყეს საუბარი და არაფერი მითი არაა ეს ყველაფერი, ახლა თუ ვინმე გაუნათლებელია და განათლებასთან აქვს თავისი პრობლემები, ეს მისი პრობლემა არის და ეგრეთ წოდებული deep state-ი პირველად ეიზენჰაუერმა ახსენა, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ერთ-ერთი
ნამდვილად დამსახურებული გენერალი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და გამოჩენილი პიროვნება ამერიკის უახლეს ისტორიაში, ასე რომ ვთქვათ, მე-20 საუკუნის ისტორიაში პირველად მან ახსენა, ესე იგი ეიზენჰაუერსაც ელანდებოდა მსგავსი რაღაცეები Deep State-თან დაკავშირებით. მერე იყო ახსენა კენედიმ და კიდეც წააკლეს ისე როგორც წასაკლავი არის, სხვა შორის საინტერესო მოვლენები არის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კენედის მკვლელობის დეტალების დასაჯაროვებაზე ტრამპმა მოაწერა ხელი, შთამომავლობას შეპირდა, რომ ამას გააკეთებდა და ხალხს შეპირდა, ელოდება ხალხი, დიდი ალბათობით უკვე გამოჟონილი არის ბევრი ინფორმაცია, არ მინდა ეს ცალკე თემა არის სალაპარაკო. ასევე ახსენა ზვიად გამსახურდია 90-იანი წლების დასაწყისში, რომელიც რა თქმა უნდა არჯერად და ამას ეს ზვიადი ამას არ იტყოდაო და ზვიადსაც რა ბედი ერგო, ყველა ვიცით აგერ ქართველებმა. მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია, ეგრეთ წოდებული Deep State-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განურჩევლად იქ სადაც მათი ინტერესები არ არის დამთხოვადი ახდენს ესეთ პროცედურებს. ესეთი მოვლენები იყო ბელორუსიაშიც, უკრაინაში მათ მიაღწიეს თავისას და დასვეს თავისი კაცი. საქართველოში პრინციპში ეს კოცები დიდათ მათგან არ განსხვავდებიან, მაგრამ განსაკუთრებით ყურმოჭრილი მონა წინა ყავდათ, რომელიც დასვეს და ომიც დააწყებიეს და ყველაფერი უბედურებაში გარიეს საქართველო. ვერ იტანს ლუკაშენკოს და ამბობენ, რომ დიქტატორიაო. მე რატო ამბობ ახლა ამ ყველაფერს? ივარა კოცებო, აი თქვენ მინდა მოგმართოთ რა. აი თქვენ მინდა მოგმართოთ. ბიჭო, არალეგიტიმურად და არაღიარებულად და არაფერს არ იშურებენ აი ამ დასავლეთიდან, რომ დაგამხონ თავზე ყველაფერი. აი რომელი ქვეყანა გინდათ გარდა სლოვაკეთის და გარდა უნგრეთისა. ყველა მთავრობის მეთაურები, პარლამენტის წევრები დაწყებული პრიბალტიკიდან დამთავრებული საფრანგეთით. გამხობენ თავზე ყველაფერს. სანქციებსაც გადებენ და ვიზებსაც გიჩერებენ. გეუბნებიან, რომ წადით ვიზა არ მოგწონხართ. ამ დღეში ახლა ლუკაშენკოს თქვენ ვერ შეგადარებთ, იმიტომ რომ ლუკაშენკოს მის ქვეყანაში ისე ყავს დაყენებული პარიადაკიო რო იტყვიან, იქ ჩიტი ვერ შეფრინდება და ვერ გამოფრინდება. თქვენგან განსხვავებით ცალმხრივ რეჟიმში რო ხართ დარჩენილი და ცალმხრივ წაკუზულობას რო აქვს ადგილი, ეს იმასთან რა ქვია, როთთან იქნება, ესტონეთთან იქნება, ლატვიასთან იქნება, ლიტვასთან იქნება თუ ასე შემდეგ. ბელორუსიაში ამას ვერ ბედავენ, იმიტომ რომ თუ ვინმე მსგავს რაღაცას წამოროშავს, თუ უკრაინასთან, ხო, ეგრევე ამოაპანღურებენ, უკანალში პანღური და ყრიან ქვეყნიდან და წყვილს არ აყოფიებენ. მაგრამ რა მინდა ეცი გითხრათ? ეს ახალი გოგორო ყავთ, საგარეო საქმეთა მინისტრი. ერთი ტექსტის დაწერა, მისალოცის, ერთი ჯერ ლუკაშენკოს რო კითხეს და უთხრეს, აიო, დასავლეთიო არ გაღიარებთო, გეფიცებითო ესო, მე საერთოდ არ მაინტერესებსო, მაღიარებენ თუ არ მაღიარებენ. ისე კიდია თქვენი მილოცვაც ლუკაშენკოს, ახლა თქვენ მიულოცავთ თუ არ მიულოცავთ, ამით ლუკაშენკოს და ბელორუსიას არაფერი არ მოუვა. მაგრამ რა მაინტერესებს, იცით? მაგრამ ლუკაშენკოს თავის დროზე ჯერ სააკო ვიმტრობდა და აქაური კმარული სიტუაციის ექსპორტი უნდათ მინსკში, სადაც დაიჭირეს და ამოაპანღურეს და გამოყარეს იქედან კიდე ზოგიერთები ციხეს გადაურჩა და მათ შორის ვინ იცით? აი მათ შორის იყო ეხლა რო კოცების ძალიან საყვარელი ის რო არის, რა ქვია, ნინო გიორგობიანი რო არის ისა, რა ქვია,
ის რო იყო აირზენასის რო იყო გაიაშვილის კომპანიის სახე რო იყო და მე ემისი რა ქვია გახარიების და ამგენის და ნინო გიორგობიანი ხო იცით? შინაგან საქმეთა სამინისტროში რო ყავდათ. ის რო ჩამოვიდა მაშინ ბელორუსიიდან მიშამ ხელში აიხუტა და ჩაიხუტა. ის ყავდა ლუკაშენკოს იქ დაჭერილი და წაკუზული. ამათი ქეგონათ რა ქვია შევარდნაძის მთავრობასთან ეგონათ მაშინ საქმე და ამოაპანგურეს და გამოყარეს. Jo, თქვენ მიულოცავთ თუ არ მიულოცავთ, სულ მაგარია ხატია ლუკაშენკოს. და როდესაც ჩავიდნენ ეს დასავლეთის ჟურნალისტები, BBC-ის ჟურნალისტი რო ეკითხება, რომ აიო თქვენო დასავლეთშიო რო არ გაღიარებენო და ესე და ესეო რა პასუხი გაცა. ახლა რა გინდათო, რო თქვათო, ამითიო მე რო არ ვაღიარო ტრამპის არჩევნებიო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე რო არ ვაღიარო ბრიტანეთში ჩატარებული არჩევნებიო ან საფრანგეთში ჩატარებული არჩევნებიო, ამით რამე შეიცვლებაო? ყველაფერი არ შეგეცვლებათ. ხო და ესე მკიდიაო რა, თქვენ მე მაღიარებ თუ არ მაღიარებთო. ჩემ ქვეყანაშიო მაგით არაფერი არ შეიცვლებაო და გინდა მაღიარებთ და გინდა ნუ მაღიარებთ. ისე არის, ახლა თქვენ მიულოცავთ თუ არ მიულოცავთ, ეს ცალკე არის, მაგრამ ბიჭო, ამ კაცის მიმართ. ერთხელ იყო სააკომა ჭამა, მისი ყველეის მერე 2008 წლის ომის მერე უკანალში უზრუებოდა ლუკაშენკოს. კაციშვილი რო აღარ აქცევდა ყურადღებას, ლუკაშენკო იყო, რომელმაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებაზე ანდრია მაცალი შემოგევლე რა ერთი წუთი თუ შეიძლება. მაცალი ერთი წუთი რა. გაგცე მაგაზი პასუხს. ხო გახსოვს? ხო გახსოვთ? აი ხო გახსოვთ? რა ხდებოდა 2009 წელს? მედვედევი მაშინ პირდაპირ თხოვდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში მიეღო მონაწილეობა, რომელშიც ესე იგი გარდაუვალი იყო ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა მიცის ახლა რამხელა გავლენები აქვს რუსეთს ბელარუსიაში და გაზის გადაუხდელობის გამო ცალკე 190 მილიონი ვალი მოთხოვა, რო არ აღიარა, ცალკე კრედიტები ქონდა აღებული რუსეთიდან ის შეუჩერა, არ აღიარა ლუკაშენკომ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხო, კარგად გახსოვთ ეს მოვლენები? ხო, კარგად გახსოვთ. გააქცემ ანდრია პასუხს მაცალე შედალოცვილი. საქართველოსთან მიმართებაში ბელორუსიამ რა დააშავა და ლუკაშენკომ რა დააშავა. აი, თუნდაც რაში არ დახმარებია საქართველოს ლუკაშენკო, აი თუნდაც აი ბორჯომის მოვლენები რო იყო, ხანძრები რო იყო, ვინ გამოაგზავნა დახმარება საქართველოში? სამაშველო ერთფრენები არ გამოაგზავნა ლუკაშენკო? ხვალზე ლუკაშენკომ რო აღიაროს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინმე დაუშლის? ელემენტარული, თუ ფეხები არ მოჭამოთ რომელიმე. დიქტატორია? დიქტატორია და არ გინდა? კი არა. ალიევი ვარ ეს დიქტატორია რა. მაჯერ მამა იყო პრეზიდენტი, ახლა შვილია და მე რამდენეთა. დიქტატორული რეჟიმი არა აზერბაიჯანში? არ მიძრებით? კანალში არ უძრებით აზერბაიჯანს? გიტყდება და ეს არა ევროპული იქნება, ეხლა გაგიბრაზდებიან და გაგიწყრებიან, ხო? რომ მიულოცოთ. და როცა ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, როცა ჭირდება ევროპას თავისი ინტერესები, როდესაც გააჩნიათ, მაშინ ძალიან კარგად თანამშრომლობენ დიქტატორულ რეჟიმებთან კი არა, აი აბსოლუტურ მონარქიასთან. აზერბაიჯანულ გაზს ვინ ყიდულობს? ევროკავშირი არ ყიდულობს? სანქციებს უწესებენ? ერთ სიტყვას უბრუნებენ ალიევს? არ უძვრებიან განსაკუთრებით ამ დეფიციტის დროს? საუდის არაბეთში აგერ ახლა მანგოია და ეგენ რო გარბიენ და იპრანჭებიან იქ. საუდის არაბეთში აბსოლუტური მონარქია არა? სადაც
არჩევნებზე კი არა, ქალების უფლებები, ცხოველების უფლებებს ახლა გაუთანაბრეს და აი ამათ საყვარელ LGBT-ებს და მსგავს პერსონებს ქუჩაში ხვლით არ აჭრიან თავს? არ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან? არ არიან სტრატეგიული პარტნიორები? არაა ევროპა სტრატეგიული პარტნიორი? ევროკავშირი? ჩემო კარგო, ივანიშვილი მეოთხე კრუგზე კი არა, ივანაშვილი შევარდნაძის მხარდამჭერი იყო, მერე სააკაშვილის მხარდამჭერი იყო და ახლა თვითონაა პირდაპირ. მეოთხე კრუგზე კი არა, ეგ არა მოყოლებული 90-იანებიდან ზის საქართველოში, ახლა მაგის დანახვა არ უნდა ქართველებს და ამაშია საქმე. არ იყო კადაფის რეჟიმთან არ თანამშრომლობდა, როდესაც ევროკავშირს თავისი ინტერესები ჰქონდა, ასეთი სასიცოცხლო ინტერესები არ გააჩნია საქართველოს ბელორუსიასთან? ეს ხალხთა შორის კავშირები იქნება, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება თუ ასე შემდეგ? რატო ვერ ბედავთ და რატო ვერ ულოცავთ? ალიევს თუ კარგად ულოცავთ, თუ გარბი ხართ ბაქოში და უძრებით უკანაში, იმას ლუკაშენკოს რატო ვერ ულოცავთ? გამოვიდეს ხვალ ლუკაშენკო და თქვას რა ქვია გამოაცხადოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, მაშინ ერთხელ კი გავაკეთე, ეს ჯანელიძე რო აგდია, ის საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო, ძალით აღიარებია სირიის დიქტატორს ასადს. დაბომბეთო სირია რაში გვეხებოდა საერთოდ და მეორე დღეს გამოვიდა ასადი და აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იქნება დაიწყოთ ახლა ლანძღვაგინება და დაიწყოთ თქვენც იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ დიქტატორულ რეჟიმებს ევროპაში არ ვცნობთ. აი ასეთი ჩასრილი, ასეთი აყროლებული, ასეთი უნარო, ბოდიში და ასეთი უტრაკო ხალხი, ქოცები რო არიან. მე აი დედამიწის ზურგზე არ მეგულება არავინ. აი არ მეგულება არც ერთი მთავრობა, რომლებიც მხოლოდ ერთი რაღაცით ზიან, ახლა იქ სადაც ზიან. უბრალოდ ქართველ ერს იმ დონეზე ეზიზღება. იმდენად ეზიზღება ნაციონალური მოძრაობა, რომ აი ამ ზიზღიდან გამომდინარე იძულებული არის ახლა, რომ ხალხი მაინც ამად გვერდით იდგეს და ესენიც ამით სარგებლობენ. არ გაგრძელდება ეს დიდხანს და არ გაგრძელდება ეს სამუდამოდ მიუხედავად იმისა ივანიშვილს რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს და თუ გინდა მთელი ქვეყანა მოისყიდოთ. მაინც იფეთქებს ეს აუცილებლად აფეთქდება ადრე თუ გვიან, მაგრამ განსაკუთრებით ერთ ბედს ქვეშ რო ხართ თქვენ და ბელორუსია. რატო არ აკეთებთ ამას? რჩეველი არავინ არ აქვს? აი ასეთი უგონო, ასეთი ჩმორი სტრასბურგში არ გაგიბრაზდნენ, როგორ აღიარეთო ლუკაშენკოს რეჟიმიო და როცა დაჭირდებათ თვითონ ევროპელებს მეორე დღეს შეუძრებიან. ისე როგორც იყო, ხო? სხვათა შორის საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთს და ბელორუსიას ძალიან უძრებოდა ერთ ადგილში, ეს რა ქვია, ევროკავშირი და ეს რა ქვია, დასავლეთი და პერეზაგრუსკებს და გადატვირთვის პოლიტიკოსებს და რასაც ხადები. ეხლა რა შეეხება იმას, აი წერდნენ, რომ ესო ლუკაშენკოაო სამშობლოს, ლუკაშენკო რატო არის სამშობლოს მოღალატე, მე ვერ ხვდები, მე აი ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ქვეყნის ძარცვის, დანგრევის, გაფარჩაკების და განადგურების საშუალება არ მიცა აი იმ გლობალურ ომის პარტიას და იმ deep states და იმ ნაძირლებს, ეს იყო ბელორუსია. დანარჩენ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა იქნა გაძარცული, ყველგან იქნა გამოცხადებული პრიხვატიზაციები, 1000 უბედურება, ყველგან რაღაცა საშინელებები მოხდა. ბელორუსიამ, ლუკაშენკოს ბელორუსიამ შეძლო შეენარჩუნებია წარმოება, წესრიგი მის ქვეყანაში, ეკონომიკა შეენარჩუნებია, მოეხდინა ყველანაირი სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირება და ასე შემდეგ. ამიტომ არის. და შენ რა იცი, რომ რუსეთის სპეცრაზმით დაშალა ოპოზიცია. აი რა იცი, რომ მაგით დაშალა რა, ლუკაშენკოს მისი ჯარი არ აყავს, მისი პოლიცია არ აყავს, მისი სპეცრაზმი არ აყავს. თუ რატო?
ან რატო უნდა იყოს თქვათ ბელორუსია, როდესაც რუსიერი და ბელორუსიერი ეს არის ერთ-ერთი ორ სახელმწიფოში პრაქტიკულად და რატო უნდა იყოს ბელორუსია ანგლოსაქსებთან და არ უნდა იყოს ახლოს რუსეთთან. მე ვერ ხვდები რუსეთი, რომელიც როგორც ეთნიკურად მისი სისხლი და ხორცია, ასევე რწმენით მართლმადიდებელი ქვეყანაა და რატო არ უნდა იყოს მართლმადიდებლურ ქვეყანასთან. რატო უნდა იყოს იქ ანგლოსაქსებთან და იმათთან, აი ვთქვათ, დანიასავით იყოს უკანალში შემძვრალი ანგლოსაქსების და მე როდესაც დადგება საქმეზე, ისევე ის ამერიკა იქნება რომ მოთხოვს იმას, რა ქვია, მის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. რატო უნდა იყოს იქეთ? რატო არა აქვს ამ კაცს მისი უფლება და ამ ხალხს რომ ისე იცხოვროს როგორც უნდა? კი ბატონო, თქვა მისი პირით. იმიტომ რომ რუსეთი არის მისთვის სტრატეგიული პარტნიორი. აი რას ქვია სტრატეგიული პარტნიორობა. მაგრამ არანაირი შნირი არა. და არანაირი პუტინის შნირი არა. პუტინი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში, როდესაც ლუკაშენკო პრეზიდენტი იყო. ძალიან გამოცდილი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია. და ბევრად მეტი ჭკვიანი არის და ბევრად აი რუსეთის პრეზიდენტი რო ყოფილიყო ლუკაშენკო, არც რუსეთს გაუჭირდებოდა არაფერი, არც საქართველოს, არც ბელორუსიას და ყველაფერი იქნებოდა კარგად. თუ სიმართლე გინდა. და ელცინთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ მაგაზე იყო ლაპარაკი. დიქტატორია, ხო? დიქტატორი. აი ბატონო, ესე ლუკაშენკო დიქტატორია, რომელმაც არ დაანგრია, არ გაძარცვა, არ იმასქნა, რა ქვია, არ გაყარა მისი მოსახლეობა გარეთ, ისე როგორც ქართველებმა და საქართველოში დემოკრატიულმა რეფორმებმა განახორციელეს, თუნდაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც მთელი უკრაინის მოსახლეობა ჯანსაღი ძალა ან იღუპება, ან გარბის ქვეყნიდან. ამიტომ არის რუსეთმა, მომისმინეთ შემოძმაო, საქართველო და რუსეთი სიმართლე გითხრა ომის ზღვარზეა ერთმანეთთან. იმიტომ რომ ის გაფორმებული არა ორ ქვეყანას შორის საზაო ხელშეკრულება, ის 6 პუნქტიანი და ის რამე ხო არ გონიათ თქვენ. და ლუკაშენკოს და რუსეთს გაფორმებული აქვს სამოკავშირეო ხელშეკრულება. ერთ ქვეყანას თუ დაემუქრება ძალა, უცხოეთიდან რაღაცა ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობას შემოიტანს, ერთი მხარე ეხმარება მეორეს და მეორე მხარე ეხმარება პირველს. აბა ჩემოზე იმნაირი გამწარებულები არიან ბელორუსები, ბელორუსები, მოკლედ აღარ ვიცი. ქართველებივით ეგერ ან ბერძნების ტრაკის საბანათ არიან გადაყრილი და ან იტალიაში არიან იმაში, რა ქვია, იტალიელი პენსიონერების მოსავლელად, ან პოლონეთში არიან იმასქნილი რა. რა იცი რა დღეშია ბელორუსი ხალხი? რა უბედურ დღეში არის ამ სატანას რა დღეში ხავს ჩაგდები. სად მიხვალ შემოძმაო საქართველოს მივა ლუკაშენკოს დონა შობადობას გადახედეთ. კოვიდ ფაშიზმის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ამოახჩვეს, გადახედეთ ბელორუსიაში რა ხდებოდა. ხო, ამიტომ არის ცუდი. გიცხოვრია ბელორუსიაში, მე ბევრ ბელორუსს ვიცნობ და მეგობრობ ბევრთან. ნაცავი ბიძაშვილები ცხოვრობენ ჩემი მოგილიოვში, კავშირი მაქვს. და ვიცი რაც ხდება იქ. ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა. ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ლიტვისგან, პოლონეთისგან და უკრაინისგან კარგს არ ელოდება და პრობლემებია და საზღვრებია დაკეტილი და 1000 უბედურება არ დაქცეულა ის ქვეყანა და აგრძელებს ცხოვრებას და არსებობას. არ მოგწონს იმიტომ რომ რუსეთის მოკავშირეა, ალიევი რატომ მოგწონს რუსეთის მოკავშირეობა? რატომ მოგწონთ ალიევის სიტყვაზე, რომ რატო ართმევთ მაშინ ალიევს ხელს? რომელიც ოდეკაბეში გაწევრიანებული თუ არა, ყოველ შემთხვევაში სამხედრო დახმარებას რუსეთიდან იღებს და რუსული ტექნიკა ყავს შესყიდული და რუსეთთან ეკონომიკური კავშირები აქვს და ახლა ბრიქსში აპირებს შესვლას და სენგეს წევრია და რა ვიცი 1000 რამის წევრია და რა ვიცი ის რატომ მოგწონთ? იმას რატო აღიარებთ კარისყურეში? ეს
აი ესე უნდათ ბელარუსიის გაფარჩაკება და გათახსირება, როგორც გაფარჩაკებული არის საქართველო, როგორც გააფარჩაკეს ახლა უკრაინა და სხვა ქვეყნები. და რო არ მიცა ამის საშუალება და რო არ აძლევს ამის საშუალებას, ჩემო ძმაო, ამიტომ არის თურმე ცუდი ბელარუსია. რა თქმა უნდა, ალიევს და აზერბაიჯანს საქართველოს ტერიტორია აქვს მიტაცებული, ბელარუსიას რა დაუშავა ქართველებს? ხო, აი რა დაუშავა, კითხვას ვსვამ. ჩინეთი მოწონთ. ბელარუსია. აქ საქმე რაშია, იცი ხალხო, როდესაც პოლიტიკური კლასი, საზოგადოება იწყებს აი ესეთ შერჩევით დამოკიდებულებას და არა რეალური პოლიტიკის გატარებას, თუ რა რეალური პოლიტიკა მათ შეიძლება მოყვარის არცნობას. მე რა რო აფხაზეთში ჩავიდა, მქონდა მე მაგაზე ვიდეო და რა ვიცი, მაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ და იმ მოვლენების დროს, როდესაც აძალებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, დაეწყო ომი აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მაშინ ჩავიდა ლუკაშენკო იქ. მაგრამ როგორ ჩავიდა და რისთვის ჩავიდა, ეს კიდე ცალკე საკითხავია და ერთი სიტყვა არ უთქვია, რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, სულ ასე ილაპარაკა და პრეკრასნი კრაი მხარე და ჩავიდა იმისთვის, რომ იქ ომი და უბედურება არ მომხდარიყო, მაგრამ მაგის ტვინი არ აქვს საქართველოში, რომ იაზროვნონ მაგი და გაიაზრონ. უამრავი პროექტები ქონდა სხვათა შორის საქართველოში განსახორციელებად, მაგრამ არ მიცეს საშუალება. აი ბელორუსიასთან არ აფელირდეთ რა. მიდით, შეუძვერეთ შიგ უკნიდან ევროპას. მიდით, შიგ უკნიდან ევროპას არ ეწყინოს, რომ თქვენ ბელორუსიასთან ნორმალური ურთიერთობები გქონდეთ. აბა რა. ანდრია, ისე იცი ახლა შენ იქან რა ლაპარაკი იყო, როგორც მე. რაც გააკეთა იმ ადამიანმა საქართველოსთვის ცუდი არაფერი არ გაუკეთებია და ეგეთ დამოკიდებულება არ შეიძლება ყველას ისეთი ქვეყნების და ისეთი ხალხის გადაკიდება მტრათ, რომელსაც კაისმეტი არაფერი არ გაუკეთებია. თუ არა, კიდე ერთხელ გეუბნებით რა, გმობდა ლუკაშენკოს სააკოვი ენა ქონდა გადმოგდებული და მერე ფეხებზე კოცნიდა და უკანალში უძრებოდა. ბელორუსიაში კი, რაც შეეხება შობადობას, რა თქმა უნდა, ბელორუსიაში შობადობა, ოჯახზე მხარდაჭერა და მსგავსი რაღაცეები წახალისებული არის და ზუსტად მაგი თქვა ლუკაშენკო, რომ ესა ჩვენი გამარჯვებაო, თუ არა, არც ფული გვინდა, არც ქონება გვინდა, არაფერი არ გვინდაო, თუ შობადობა არ გვექნაო. უმაღლეს დონეზეა ყველაფერი. აუ ჩვენთანაა უკეთეს, ჩამოდის არაბი და აშენებს ეგერ უამრავ საცხოვრებელ კორპუსებს, რომ რარჯულის ხალხს ასახლებს, იქ მე არ ვიცი. ქართველებს დემოგრაფიული სიმდიდრე არ გააჩნია, პირიქით დემოგრაფიული კლება გაგვაჩნია და ნადგურდებით 1,300,000 ეროვნებით ქართველი, პასპორტით ქართველი კი არა, ეროვნებით ქართველია დარჩენილი. და ლუკაშენკოს ლანძღავთ და ვაგინებთ და იგი ახ მოღალატე ხალხის და ეგენერინ მოკეთეები. არ ვიცი, დაანებეთ რა უაზრო ფიქრებს თავი რა. როცა ჭირდებათ თავის პოლიტიკას ყველა ატარებს ისე როგორც ეს საქართველოს გარდა. მიგა. ბაჭკასნაირი დიქტატორი, აი გეკითხებით ახლა. არა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ზვიადის ღირსი რო არ ყოფილა და მერაბის ღირსი რო არ ყოფილა, დრომ დაამტკიცა ეგ ყველაფერი. იმიტომ დღესაც არაა გავიდაგე რამდენი ხანი და ასეთი მაღალი ზნეობის, მაღალი კულტურის, მაღალი განათლების, მაღალი შეგნების ადამიანის ღირსი არ ყოფილა ეგ საზოგადოება. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მტკიცდება. მაგრამ აი დანარჩენები რო იყვნენ, აი მოყოლებული, შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე. შევარდნაძეს, სააკოს, მარგველაშვილს, სალომიას აგერ ლუკაშენკო და იმას ივანიშვილს ერთი ლუკაშენკო არჯობდა? მართლა გიგითხები. რომელიც არც ტერიტორიულ ღვევას მოახდენდა, რომელიც არც ეკონომიკურ განადგურებას მოახდენდა, არც დემოგრაფიულ კოლაფსს მოახდენდა, რომელიც არ დაშლიდა, არ გაანადგურებდა იმ ქარხანა ფაბრიკებს, რაც საქართველოში იყო და არ გასცემდა, არ გირჩევნა. ახლა სიტყვის თავისუფლება გვაქვს, ხო?
ლუკაშენკოს თუ მოუნდაო ისე გაწირავს საქართველოს უკან არ მოიხედავს. ლუკაშენკო ამათგან განსხვავებით დებილი არა. და ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს და რა არა და დრომ დაამტკიცა მაგი. თორა როეღიარები აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაშინ ფეხებს ვერ მოჭამდით დღემდე, ვერავინ. ვერავინ ვერაფერს ვერ უზამდით დღემდე. და იმ ხელა პრობლემები შეიქმნა ამ ხელა ქვეყანასთან და მის სტრატეგიულ პარტნიორთან. ვინ დასვა? ჩემი მეგობარი ბუში და ჩემი მეგობარი ბეიკერი. ვინ დასვა და დასავლეთმა დასვა. ვინ დასვა კრემლში ელცინი? დასავლეთმა არ დასვა? ღმერთო დავლოცე ამერიკის მაძახებელი? შევარდნაძე დასავლეთმა და მალტის ორდენმა არ დასვა თბილისში? მე დავსვი? ასია. ამიტომ შემოკარგებო, ცოტა რეალურად იაზროვნეთ და რაც შეეხება ამ ჩასრილ აყროლებულ ქოცობას. ახლა რაღაცეები გესმით და იქნება გაიგონოთ ახლა ეს. თქვენ თავი ჯანდაბას. მაინც არავინ არ გაღიარებ ჯერჯერობით. გაეროს გარდა. პრინციპში არცაა საჭირო, მთავარია გაერომ აღიაროს ხელისუფლება ქვეყანაში კანონიერად. გაერო ხო გაღიარებთ? ალიევი ხო გაღიარებთ? ლუკაშენკო ხო გაღიარებთ? სომხეთი ხო გაღიარებთ? თურქეთი ხო გაღიარებთ? ირანი ხო გაღიარებთ? რუსეთი ხო გაღიარებთ? თქვენ რეგიონის ქვეყნები. წაჩვიზეა მიხედეთ თქვენ საქმეს. და ლუკაშენკოსაც ნუ გადაიკიდებთ მტრად. ამის ნიჭი გააქვთ ისე საერთოდ ქოცებს გააქვთ ამის ნიჭი. აი ქოც საერთოდ აქ ამის ნიჭი მოყვარი და მტერი გახადოს. იმიტომ რომ არ არსებობს ბიძინა ივანიშვილმა და ქოცებმა, ვინც 2012 წელს გულით, სულით, ქართულად, ჯიგრულად, უანგაროდ ედგა გვერდით, ყველა გადაიკიდა, იმიტომ რომ ესეთი ნაგავი ძალაა და ესეთი ნაგავი ხალხი არიან ქოცები. ახლა თქვენი თავი კისერი და კინჩხი გიტეხიათ, მაგრამ ქვეყანას ნუ გადააკიდებთ. მე ასე ვფიქრობ. ყველა ნორმალური სხვათა შორის ასე ფიქრობს. ხლა არანორმალურისთვის და უსამშობლოსთვის ხო აი იქ რო ტიხონოვსკაიას და იმათ რომ მოხვდათ ბელორუსიაში კეტი აქ ტრაკი ეთკინა თბილისში ბევრს. აი როგორი საშინელი რეჟიმი არის ხო? აი ახლა ესეთი ხალხის არ ვიცი სიმართლე გითხრათ. და ვერც ვერასდროს გავიგებ და არც არასდროს არ მესმოდა ეგეთი ადამიანების. დროზე დაწერეთ მაგ ფურცელი და აღიარეთ. თქვენს აღიარების პრობლემა გაქვთ. და არც არასდროს არ გაღიარებთ თქვენ. შეიძლება კი თანამშრომლობა იძულების გამო გაგიკეთოთ დასავლეთმა, მაგრამ რო არ გაღიარებთ და წაგუზული რო ყავხართ და გაფურთხებენ და გარწყევენ და თავზე გამხობენ ყველაფერს, მე მგონი ამას დებილიც უნდა ხვდებოდეს. და ასე იქნება მომავალშიც. იძულებით ითანამშრომლებენ თქვენთან. მაგრამ მაინც იქ გინდათ. ხო. თქვენი თავი ჯანდაბას წაუღია, მაგრამ ქვეყანა არ დაღუპოთ. ესაა ჩემი პასუხი. ნუ ასე არის შემოგარგო ხო? აი ირანში რო ვიყავით ჩასული, ისა რა ქვია, ისრაელის ელჩი ნიფხავს იგლიჯავდა, რომ ისა რა ქვია, ესო გული გამისკდაო, კინაღამო ჰამასის და იმათ გვერდითო რომ და ვინ ეკითხება ისრაელის ელჩს. მის ჩასრულ ქვეყანას მიხედოს და მის კაცჭამია პრემიერს მიხედოს, რო არც ბავშვი იციან და რო არც ქალი იციან და რო არც დიდი იციან და რო არც პატარა, რო არც ომი იციან და არაფერი არ იციან. გაასწორეს იმდენი რომ მოისაქმეს, აგერ ევროპელებმაც რო ვერ დაფარეს და ჰაგის სასამართლომ ის მისცა, რა ქვია, ბრალდება წაუყენა გენოციდის მუხლით. მე ხო არ წამიყენებია. და ახლა ისრაელი რა სიტყვის იმაზე იდარდეთ კიდე. მასკი და კაცო, მასკმა ის მშვენიერი განწყობით გამოვიდა და ფაშისტური ნიშანს რო ეძახიან, ისინი ისიც კი ჩაატარა, მაგრამ ვინ აფეხები მოჭამა. და სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ფაშისტური არც სიმბოლიკაა აკრძალული და
არც ჟესტები და არც იდეოლოგია, რო იცოდეთ. საქართველო არა, სადაც სტალინის ძეგლს იღებენ, იმიტომ რომ დიქტატორი იყო თურმე. ამერიკაში ტურმენის ძეგლს, რომელმაც 2 ატომური ბომბი ჩამოაგდო და უდანაშაულო ხალხი დახოცა, 2 კუნძული გააქრო იაპონიაში, იმის მიმართ ცუდს არავინ არ ამბობს დღემდე. ამიტომ არის ის ამერიკა და ამიტომ არის ეს ჯორჯია. საქართველო არაა დიდი ხანი. რა შვაშია ჩემო ძმაო პუტინი ახლა აქ რა შვაში არის პუტინი? აი რა შვაში არის პუტინი? საერთოდ ეხება პუტინს რამე? ეხება შენ ქვეყანას, შენ პატარა ქვეყანას და ეხება ბელორუსიას. რა შვაში არის აქ პუტინი? რა ყველგან პუტინი შეიძლება დაინახო? შენი ქვეყნის და ბელორუსიის ურთიერთობა. სხვათა შორის იმ რუსეთთან ყველაზე მეტი დამლაპარაკებელი და ყველაზე მეტი მომგვარებელი პრობლემები შეიძლება ზუსტად რომ ლუკაშენკო აღმოჩნდეს. იმ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებითაც. არ უნდა ახლა ბევრს, ხო, რა ვიცი მე, უკრაინის პრობლემა როცა იდგა იმაში ბრიუსელში და ვაშინგტონში და რომში და მადრიდში და პარიზში არავინ გაქცეულა ლუკაშენკოსთან ჩამოვიდნენ და თეოფილე მე ვთვლი რომ თეოფილე მალაფია უნდა ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად ან სულიერ ლიდერად. აი ორიდან ერთ-ერთი უფალი თეოფილე ყავდეს ქართველებს და მისი ბოზბანდა უნდა ჩავაყენოთ ქვეყნის სათავეში და მაშინ აგვეწყობა ცხოვრება. ხო, მართალი ბრძანდები. საბა რა უნდა ვთქვა ახლა მე თვითონაც მხარს უჭერ ქართველების ერთობას და დანარჩენს თვითონ იტყვიან. იმიტომ იქ ნორმალური ადამიანები არიან. არ იქნება პარტია და არაფერი და რა ჭირდება ქვეყანას, ჭირდება ერის ერთობა, ეროვნული ადამიანი, ყველა ერთიანდება. ყველა ერთიანდება, ნაცი მარტივად ერთიანდება, ქოცი მარტივად ერთიანდება. ეგრე თეოფილე მალაფიას მართლმადიდებლობის და სამშობლოს მოღალატეები მარტივად ერთიანდებიან, გირჩელები, პლანაკეშები, ეგენი მარტივად ერთიანდებიან. ჩვენ ხო ვართ ეროვნულ ადამიანებად, ხომ მიგვაჩნია თავი. ნუ სამშობლო გვიყვარს და პარტია არ მინდა და ნუ რაღაცა ერთობა გასაკეთებელია და კეთდება ეგ ერთობა და ხა დემურ გიორხელიძე არა ისა ვიღაცა ავით გუშინდელი გამომძვრალი პოლიტიკანი რომ გამოცდილება არ კონდეს და არ იცოდეს რას აკეთებდეს და ამიტომ დაველოდო დანარჩენს თვითონ იტყვიან. 31 მარტს კი რეფერენდუმის დღეს იქნება ეგ შეკრება და ახო დაველოდო დანარჩენს. რა ვიცი მე მხოლოდ დადებით ის თქმა შემიძლია მან ყველაფერზე. არიან ადამიანები მაგ ვისაც მე პირადად პატივს. არის ჩემო ძმაო გიხვეწებით რამე მაგენზე იმდენი მაქვს უკვე ნალაპარაკები ყელში მაქვს ამოსული სიმართლე გითხრათ. არანაირი სურვილი არ მაქვს მაგენზე ვილაპარაკო და აბა რა სიზამდნენ ახლა კაცო მაგენს თავისი სექტა და თავისებურად ურიკინები. ნუ მოკლედ ეს არის რა და გადაეცით ეს ბოჭორიშვილს და მის პიტალოებს უყველას რომ ერთი ფურცელი გექნებათ და პასტას მოგცემთ თუ გინდათ. გამოგიგზავნით ევროპიდან და აწერეთ ერთი მისალოცი ბარათი და გოგზავნეთ ლუკაშენკოს. მინიმუმ იმისთვის რომ ხვალზე გამომიმკაცეს რა ქვია აფხაზეთის აღიარება. ამის ტვინი მაინც გეყოთ და თუ ვინმე რამეს გეტყვით მოაბრუნეთ ენა და უთხარით რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობის რღვევა არ მოხდეს საქართველოში იძულებულები ვართ ლუკაშენკოსთან კონდეს ასეთი ფორმის კავშირი. ხო, თუ არ იცით მაგასაც გეტყვით. ხო, იმიტომ ეს თქვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არის ეგ ყველაფერი. ერთობა რა შეეხება მაგ ამბავს ქართველს, რასაც ქართველი ქვია და რასაც მართლმადიდებელი, ქრისტიანი, ტრადიციული, პატრიოტი ქართველი ქვია, ყველამ ტერი ყავს, როგორც გარედან 360 გრადუსით,
ეგ კიდე არაფერი არ იქნებოდა, როგორც შიგნიდან ყავს მტრები. ეს ნაცკოცობა და მთელი ეს 256 პარტია და მთელი ეს სანაგვე ეს რა ქვია იმას. არასამთავრობოები, ასოები და მათი ტელევიზიები და ასე შემდეგ. რავი, თუ ვინმე სამი კითხვა გაქვს დამისვით და ეცდები რომ გიპასუხოთ. თუ არა და დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და აღარ მოგაწყენთ თავს. ჩემო ძმაო, როგორ დაჩმორებულია ეს ხელისუფლება, როდის არ იყო ჩმორი? ქოცი ყოველთვის იყო ბუნებით ჩმორი. ქოცი ერთადერთი ვისთანაც იყო მაგარი, ქოცი იყო ყოველთვის მაგარი საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი ერის წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელი ხალხის წინააღმდეგაც არ ვიცი, ეს კუდამორიელის პრინციპია, ვინც მოიყვანა და გვერდში დაუდგა. აფხაზეთის საკითხი ჩემო ძმაო, ასე ზეპირად სალაპარაკო არა, აფხაზეთში ცალკე ერთი ვიდეო ლაივი ჩავწეროთ, მე მომავალში ამუშავებთ ახლა მაგ საკითხს და აფხაზეთში არის ძალიან საინტერესო მოვლენები. იქ თებერვალში ადგილობრივი თომ არჩევნები იქნება, რუსებსაც ელექტროენერგიის მომარაგება თებერვლამდე აქვს უზრუნველყოფილი. იქ თვითონ სომხურ აფხაზური დაპირისპირება არის სერიოზული, თურქული გავლენებმა ისევ და ისევ გამოყო კლანჭები და ასევე ასოები, რომლებიც საქართველოში არის ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იქაც ყველა ასოები ამერიკულ დაფინანსებაზე ზიან და იქ დასავლეთი და თურქული გავლენები იმდენად გაძლიერებული არის, რომ რუსები ალბათ ახლა ელოდებიან, კიდე თუ ისე დაიწყებენ პარჭყვას, თებერვლამდე აქვს დენის ამბავი მიწოდებული, მაგრამ ალბათ გადაკეტავენ იმას. და ისე შემდეგ რა, აფხაზეთში ახლა ორი სიტყვით სალაპარაკო არ არის ეგ თემა. აგერ ახლა გუშინ წინ სწორი წამოყვენ, ახლა აღმოაჩინეს, რომ ის გადის, რა ქვია, მაღალი ძაბვის კაბელი კავკასიონი აფხაზეთზე და აქედანო ჩვენო დენი გვეკუთვნისო. და ესო უნდა მივიტაცოთო და საინტერესო მოვლენები არის. მე რუსებს მალე ამოუვათ ყელში და ავტომატის კონტაქტით დაუმტრევენ თავს იმათ, ვინც თავის დროზე არ ვიცი, ჩემო ძმაო, ვინ არის, უცებ არ მახსენდება მაგ სახელის და გვარის არა. თუ შეიძლება გამახსენეთ რომელიმე მოვლენიდან და ასე ზერელეც ალაპარაკო არა. რა ვიცი, საბა თეოფილე მალაფია და მისი პატარა ასკოლკები სად არის? მაგერი საერთოდ გასული არის ზევით. მაღლა იმას მიწა არ ყოფნით მაგენს, მარსზე და ვენერაზე და იმაზე არიან. არაფერი ჩვეულებრივი მიშები არიან ეგენის და ჩვეულებრივი ნაბიჭრული სექტა არის, რომელიც სექტაც, რასაც ეტყვის მისი მამამთავარი ისე მოიქცევა. ეს იდეოლოგია ღმერთო დალუცე. ბატონი თეოფილე, რომელსაც ღმერთთან აკრია მოისვიას. არც მინდა მაგათი ხსენება გადაშენა მაგათ თავიდან. ბოზბანდა. უცხო იგი ბლოგერი როა? რა გითხრა ახლა? ერთი რაღაცის თქვა მინდა ისე, მაგ უცხოზე და დანარჩენ ბლოგერებს მინდა ერთი რაღაცა უთხრა რა. ის რო აქვს ახლა ენა რო აქვს წაგდებული ყოვლის მცოდნეთ რო აქვს თავი გამოყვანილი. გინდა მაგ უცხო იყოს თუ ვინცხა იყოს, რა ვიცი, პროსახელისუფლებო ბლოგერი როა, რა თქმა უნდა ლაპარაკი ახლა არჩევნების წინ და იმისი. ვისაც უჭერდა მხარს ეგ რა ვიცი, რა უკეთებია ბლოგების წერის გარდა, მაგრამ ნუ კაი, ჩემი საქმე არაა, მაგრამ აი, იქ GPT ჩატის და რაღაცეების იმას რო იკვლევენ და ყველაფერზე რო აქვთ ისა, რა ქვია, გამოკვლევები ჩატარებული. ერთი ამ ინიციატივას, რომელი ინიციატივაც
გაშიმშილებულ, გაზვალტყავებულ საქართველოში 20 ლარი როა ხელფასი, ერთი დაუსვით, ერთი თქვენ კომენტარებში, ხო დავიწყეთ ეგ ინიციატივა, რომ ხელმოწერები იქნა შეგროვებული და იქნას პარლამენტში კანონი შეტანილი, რომ ეს მონური შრომის საკითხზე გააკეთოს ერთი ბლოგი. ხო, ამას ვერ ხედავს, ამ პრობლემას ვერ ხედავს საქართველოში, ვერც ვინცხა და ვერც დანარჩენები. არც ერთი ბლოგერი, აი, რატო არიან ესენი აბსოლუტური უმრავლესობა ვიღაცისგან მართულები. ასეთი ეროვნული პრობლემა გვიდგას, ხო? ეს მე ხო არ მეხება, თქვენ ხო არ გეხებათ მარტო. ან ჩემ აუდიტორიას ხო არ ეხება და ჩემი რგი. სადღაც რომელიღაცა რეიკებზე და იმგენზე აკეთებენ ბლოგებს და იმაში რომ 19 საუკუნის კონგოში რო ხდებოდა ეს ლეოპოლდ მეორეს რო ყავდა, აი ბელგიის მეფეს დაპყრობილი კონგო და ბრილიანტების მოპოვებაში რომ 10 მილიონი კონგოელი ამოხოცა, ისეთი კანონმდებლობა რო არის, შრომის კანონმდებლობა საქართველოში, ამას ვერ ხედავს. რეიკებს და ხელოვნურ ინტელექტებს და კიბორგებს და ამის ხედავს და ნახე რა უნდა გითხრა ძმაო, ახლა ადამიანს რომელსაც წინ უდევს ეროვნული პრობლემა და ამას ვერ ხედავს და ხასისვლელებზე ლაპარაკობს, იმათგან რას უნდა ელოდე. ესაც ჩემი დამოკიდებულება თუ არა და ერთი კითხეთ, ერთი რატო არ აკეთებს ამაზე. გინდა მაგი, გინდა სხვა მაგარი ბლოგერები, არ ეცოდებათ მისი ხალხი 20 ლარი აქვს ფეშ ხელფასი. არ უნდათ ამის ინიციატივას თუ არ აძლევენ ამის უფლებას. ნუ ალბათ არ აძლევენ ამის უფლებას და არ თვითონ აინტერესებდა ეგა. ოცნება კიდე გალიბერალდება. ბიჭო, ოცნება, იმდენი უკაცრავად ტრაგის მიმცემების ისაა, რა ქვია, პარტია, როცა უნდა სოროსს ეხუტება და როცა უნდა გამოდის და ილიას და იმის, რა ქვია, ზვიადის და მერაბის სიტყვებს იშველიებს და როცა უნდა ეროვნულია და როცა რა თქმა უნდა, როცა დაჭირდებათ ის გახდებიან, როცა უნდათ ეს გახდებიან. აბა რა ისე თუ 100-ია საჭირო. აი ყოველთვის იყო მაგაზე საუბარი აფხაზეთში, რაზეც ახლა მევახსენე, მაგრამ ახლა უკვე ქმედებებზე არიან გადასული. ქმედებებზე და უნდა მივიტაცოთ ხო მაგით. აი შემოკარგებოდ, აგემშვიდობებით, აბა. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და სრულიად საქართველოს ეთეკონოდეს. დროებით.